ახლა კი შემოგვიერთდება გიორგი კობერიძე, ჯიპას პოლიტიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. პირდაპირ ჩართვით. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ გიორგი, რას გვაჩვენებს დინამიკა ირანის საკითხთან დაკავშირებით გულისხმობ შეერთებული შტატების დინამიკას ტრამპის ბოლო განცხადებიდან გამომდინარე, გადაინაცვლა თუ არა სამხედრო ჩარევის პერსპექტივამ მეორე პლანზე ან მოიხსნა თუ არა ის რა შთაბეჭდილება გრჩებათ თქვენ აი ამ დინამიკიდან გამომდინარე? ესეთი განცხადება, რომელიც ტრამპის მიერ იყო გაკეთებული, არის საშიში და დამაზიანებელი აშიშის რეპუტაციისათვის, რადგანაც ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ 2012-13 წლებში, როდესაც ობამას ადმინისტრაციის პერიოდში გაკეთდა გარკვეული წითელი ხაზები სირიას ხელისუფლებასთან მიმართებით, მაშინ იყო ასადის ხელისუფლება, და ასადის ხელისუფლებამ გადაკვეთა ეს წითელი ხაზები, მაშინ აშიში არ იმოქმედა, რასაც მოყვა შემდგომ უკვე პროცესები, დომინოს პრინციპით მიმდინარე პროცესები, რომელშიც ერთის მხრივ რუსეთის გათამამება და უფრო მეტი აგრესიული ქმედებები განხორციელდა უშუალოდ უკრაინაში, სირიაში და სხვა სამეზობლოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორეს მხრივ არათუ არ შეწყვეტილა ქიმიური არღის გამოყენება სირიის ხელისუფლების მხრიდან, არამედ უფრო მეტად გაიზარდა. შეიძლება ეს იყოს მსგავსი რეალობა, თუ კი დონალდ ტრამპის მხრიდან არ მოხდა რაიმე თუნდაც სიმბოლური ღონისძიების გადადგმა ირანის ხელისუფლებასთან მიმართებით, რადგანაც შეგახსენებთ, რომ როდესაც დონალდ ტრამპმა პირველად გააკეთა იმაზე მინიშნება და იმაზე ხაზგასმა, რომ თუ კი იქნებოდა დემონსტრანტებში მსხვერპლი, ამას მოყვებოდა აუცილებლად ამერიკის პასუხი და შემდეგ უკვე იყო ღია მოწოდება შენობების დაკავებასთან დაკავშირებით და რომ დახმარება გზაში იყო, ამის შემდეგ გაკეთდა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იმგვარი დამამცირებელი და საკმაოდ უშვერი მინიშნებები და ხაზგასმები დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმართებით, რომ თითქოს ამერიკელები მართლაც ვერაფერს ვერ იზამდნენ და მოსახლეობას უთხრეს, რომ სულ ტყუილად ჰქონდათ გარეთ ჩარევების იმედი. და თუ კი ეს მართლაც არ მოხდა და გარედან თუნდაც სიმბოლური, თუნდაც კიბერჩარევა არ განხორციელდა, ამ შემთხვევაში იქნება საკმაოდ დამაზიანებელი. ბატონ გიორგი, ასევე ირანის ხელისუფლებიდან იყო კიდევ ერთი განცხადება, რომ აი ჩვენ არ გეგმავთ სიკვდილის დასჯას, თითქოს ის არ იყოს სიკვდილის დასჯა, რაც თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებში ხდება. ეს ხომ არ აღმოჩნდა რაღაცნაირად მაშველი რგოლიც იმისთვის, რომ რაღაც გამართლება მოძებნოდა იმას, რომ აი სამხედრო ჩარევას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ირანმა გაითვალისწინა ჩვენი მოწოდება. ეს რამდენად მყარი შეიძლება იყოს ეს არგუმენტი, თუ კი არგუმენტად გამოიყენებს ამას ვინმე? თუ რაიმეს შეფუთვა პოლიტიკოსს უნდა ამის შეფუთვისათვის ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება შეიძლება მათ შორის მსგავსიც და მე შეგახსენებთ იმას, რომ 2022 წელს, როდესაც მას ამინის ერთ-ერთი კურთი გოგონას მკვლელობის შედეგად დაწყებული დიდი დემონსტრაციები ვიხილეთ ჩვენ ირანში, მაშინაც იყო განცხადებები, რომ მორჩა ქალებს აღარ განდევნიდა მორალის პოლიცია, მორჩა შედარებით შემცირდებოდა დევნასწორედაც იმის გამო, რომ ქალები თმას გამოაჩენდნენ, მაგრამ ესე არ მოხდა. ანუ ჩვენ ვიცით, რომ ირანის ხელისუფლება ძალიან დროებით, ძალიან სიმბოლურ უკან დახევას ახორციელებს, მაგრამ დღესაც გაკეთდა განცხადება ირანის ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველა დამნაშავე იქნება პასუხგებაში მიცემული და საბოლოო ჯამში მარტამდე ქვეყანა დარჩება სრულიად ინტერნეტისა და ინფორმაციისაგან მოწყვეტილი, რაც იმის მანიშნებელია, თუ ვის და რა ფორმაში დასჯიან სიკვდილით და ნელ-ნელა, ამას ჩვენ ყველანი ვიხილავთ დროთა განმავლობაში და ამასთანავე ნათელი არის ამ რეჟიმზე, რომ საუბრობთ ჩვენ ერთი რაღაც, რომ ეს რეჟიმი მიცვალებულებს დახოცილ ადამიანებს $5,000 ყიდის მოსახლეობაზე იმ ადამიანებზე, ვისი ოჯახის წევრებით დახოცეს მათ. აქედან გამომდინარე, რეალურად რომ ვიმჩნევთ ჩვენ, ეს არ არის რეჟიმი, რომელთა რაიმე ნდობაც შეიძლება, რომელიც გაგებაც შეიძლება. აი შეგახსენებთ რა, დღეს არის ზუსტად 16 იანვარი. 1973 წლის 16 იანვარს გაქცა შაჰი ქვეყნით. ზუსტად დღეის წორს, ამ დღევანდელი დღე 16 იანვარი იყო და ცნობილი ამბავია, რომ როდესაც აიათოლა დაბრუნდა აიათოლა ხომეინი, სხვადასხვა პარიზში იმარებოდა, ის პარიზში ცხოვრობდა ძალიან კომფორტულ გარემოში და მემარცხენეების დიდი მხარდაჭერით გამოდიოდა მთელი ევროპის მასშტაბით. სადღაც ეგონათ, რომ ძალიან კარგი გეგმებია კასეტებზე ჩაწერილ თავის მიმართვებს კონტრაბანდით ირანში. დიახ, და საინტერესოა, რომ უკარო დაბრუნდა, დაიწყო რომ საუბარი იმაზე, როგორი მშვიდობა იქნებოდა, როგორი კარგი იქნებოდა, მაგრამ სულ რამდენიმე კვირაში დაიწყო რეპრესიები და ცნობილი ამბავია, რომ 1982 წლებში პირველი რეპრესიული ტალღა განხორციელდა მაშინ, როდესაც ავსტრალია ჟურნალისტებთან შეხვედრისას ის საუბრობდა, რომ მსგავს ღონისძიებებს ისინი არ გეგმავდნენ. ამიტომაც ყველა არ უწოდეს ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა თავის დროზე 80-იან წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში ხაღლითური რეჟიმი ირანის ხელისუფლებას, რადგანაც ისინი უბრალოდ არ ასრულებენ პირობას, თუ კი არ განხორციელდა მათზე რაიმე საავიაციო დარტყმები ან გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე,
ან ეკონომიკურ ობიექტებზე და ეს სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი და მის ქვემოთ დაქვემდებარებული ბასიჯის დანაყოფები მთლიანად დაგებული არის ეკონომიკურ ინტერესებზე და თუ კი არ არსებობს ეკონომიკური მხარდაჭერა რეჟიმისათვის, რომელსაც ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ამ გაგებით კიდევ უფრო მეტად გაუჭირდება რეჟიმს, ესე ვთქვათ, მათი ბატონ რაც შეეხება იმას, რაც ვახსენეთ თქვენამდე საუბრის დაწყებამდე შესავალ სიტყვაში, ამერიკულ მედიას ციტირებდით, რომელიც ამბობს ასეთ რამეს, რომ ტრამპს სურს ისეთი ტიპის გარანტიები, რომ თუ კი დაიწყებს რაიმე სამხედრო ოპერაციას, ეს გამოიწვევს რეჟიმის ჩამოშლას. რამდენად ძლიერია დღეს ირანის რეჟიმი? შეგვიძლია თუ არა ამაზე ვიმსჯელოთ აი იმ საინფორმაციო შეზღუდულობის პირობებში, რასაც ხედავთ ახლა ხომ ინტერნეტი ჩახშობილია, ძალიან რთულია იქიდან ინფორმაციის მოპოვება, დემონსტრაციები რა ფორმაშია ამ წუთას აი ამ საშინელი რეპრესიების შემდეგ. მართლაც რა შეიძლება იყოს არგუმენტები, თუ კი ის რაიმე სამხედრო ოპერაციას ამის ბრძანებას გასცემს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ ეს უფრო დიდ პრობლემად არ ექცევა შეერთებულ შტატებს, თუმცა არ ვიცი რა უნდა იყოს ასე უფრო დიდი პრობლემა ზოგადად სამყაროსთვის, როდესაც 10,000-ობით ადამიანის კვლელობაზეა ლაპარაკი. იმაზე დიდი პრობლემა ვერ იქნება, როგორც ის დიდი რეპუტაციული ზიანი, როგორც დაუდგება ამერიკის შეერთებულ შტატებს, თუ კი ის არ შეასრულებს თავის არსებულ პირობას. მაგრამ რაც შეეხება რეჟიმის ჩამოშლას, ხო დაბომბვებით რეჟიმის ჩამოშლა ძალიან რთულია, ადგილზე მოსახლეობის აჯანყების გაგრძელების გარეშე ძალიან გაჭირდება ეს პროცესები, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ შეიძლება ვიხილოთ ჩვენ ლიბიის სცენარი. ლიბიაში ცნობილი ამბავია, რომ მუამარ კადაფი, რომელიც ასევე რეპრესულად ხოცავდა ის საკუთარ მოსახლეობას, სწორედ მას შემდეგ გახდა მისი რეჟიმის ჩამოშლა შესაძლებელი, რაც გახდა ასე ვთქვათ საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო აქტიურობა და რეჟიმის გამოფიტვა, ასე ვთქვათ. ჩვენ ახლა ძალიან რთულია ვილაპარაკოთ, რომ 1 და 2 ღამეში რეჟიმი ჩამოიშლინა. თუმცა თუ კი გადაწყვეტილების მიღები პირები, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ლიდერები, ასევე ყუდსის დანაყოფების ელიტა, ესე ვთქვათ, ირანის სპეციალური დანაყოფების, ხო, მათი ლიდერები უბრალოდ განადგურდებიან ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეჟიმის ჩამოშლა შესაძლებელია და შესაძლებელი არის ორი გზით. პირველი შეიძლება ეს იყოს სახალხო აჯანყება და მართლაც სახალხო აჯანყებაში შეიძლება ვიხილოთ ჩვენ არა მხოლოდ შიშველი ხელების აჯანყება, არამედ შეიძლება ვიხილოთ ადამიანები, რომლებიც ხელში იარაღს აიღებენ. და ამის გარკვეული ნიშნები იყო სხვათა შორის ამ წინა დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ქურთულ პროვინციებში, დასავლეთით. მაგრამ მეორე შეიძლება ვიხილოთ სრულიად სხვაგვარი ესე თქვა მიმართულება, ეს შეიძლება იყოს ჯარი. სხვადასხვა ირანში ჯარი არ არის ბოლომდე ერთგული, აიათოლა ამ შემთხვევაში ხამენეის, ადრე ხომეინი იყო ასე თქვა ხელისუფლებაში მოსული, რომელმაც პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ სამხედრო გენერალიტეტი მთლიანად დახვრიტა. ეს ცნობილი ამბავია, გენერლებს ხვეთდნენ მასობრივად პირველი 2 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ არ ენდობოდა მათ. დღესაც უნდა დაბალია ჯარისადმი, თუმცა ნათელი არის ის ამბავი, რომ ჯერჯერობით ჯარი ერთგულობს მას. თუ კი ვიხილეთ ჩვენ ის, რომ დაბომბები იყო ძალიან მასშტაბური და გამოხშირვა მოხდა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის, მაშინ შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს და კონტექსტი რომ გავიგოთ, ერთი უბრალოდ საინტერესო ინფორმაცია მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ისლამური რევოლუცია მოხდა, ირანში ცხოვრობდა სულ 40-მდე მილიონი ადამიანი. დღეს ეს ციფრი 50 მილიონი ადამიანით მეტია. სრულიად განსხვავებული სურათია დღეს ირანში. დამდგარი და დიასპორა, რომელიც ქვეყნიდან არის წასული, დაახლოებით 4-5 მილიონი ექსკლუზიურად შეგვიძლია ვთქვათ, არის ანტი-ისლამისტური. და მნიშვნელოვანია, რომ ამ დიასპორის აქტიურობა, ამ დიასპორის კავშირები ახლა ქვეყნის შიგნით ძალიან გაზრდილია და მოსახლეობა სრულიად განსხვავებულია, როგორც არაბული სამყარო, ხო? ანუ თითქოს არაბულ სამყაროში უფრო დაკეტილია მოსახლეობის კონტაქტი გარე სამყაროსთან და მათი ამბიციები გარკვეულ გახსნასთან დაკავშირებით უფრო მცირეა. მაშინ, როდესაც ირანს ჰქონდა ეს გარკვეული პერიოდი სული თავისუფლებისა და გახსნის, ცნობილი ამბავია, რომ 1973-79 წლებში ირანი ძალიან გაიხსნა და ძალიან თავისუფალი იყო და სხვათა შორის, აი პატარა კონტექსტიც რომ შევავსოთ, მნიშვნელოვანი ერთი დეტალი იყო, რომ ირანი სწორედ შაჰის პერიოდში, შაჰის მმართველობის მეორე პერიოდში იმდენად გაიხსნა და იმდენად, ესე ვთქვათ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო განათლება და დაწინაურდა, რომ ერთ-ერთი მიზეზი ისლამური რევოლუციის სწორედაც გახდა იმის შიში ისლამისტების მხრიდან, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილი თუ კი სრულიად გამოვიდოდა, ესე ვთქვათ, გაჭირვებიდან, შემდგომ ძალიან გაჭირდებოდა მათი. აი მოსახლეობის ნაწილს ცოტა ხანში კიდევ მივუბრუნდებით, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო თემაა, როდესაც საუბრობთ ორ მდგენელზე, შიგნით
მოსახლეობის აქტიურობა და გარე ჩარევის პერსპექტივა. მე მინდა გკითხოთ ისრაელის როლზე ამ ყველაფერში. გამოიკვეთა თუ არა მაინც როგორ ფიქრობთ ისრაელი რა პოზიციაზეა ახლა და შესაძლებელია თუ არა საერთოდ რაიმე სამხედრო ოპერაციის ისე ჩატარება, რომ ამაში ისრაელი არ იყოს ჩართული. დღეს რა როლს თამაშობს აი ამ პროცესებში ნეთანიაჰუ? ცნობილი ამბავია, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები 90-91 წლებში ერაყში, ესე ვთქვათ, კუვეიტის გასათავისუფლებლად შევიდა, სადამ ჰუსეინიმ დაბომბა მიზანმიმართულად ისრაელი. არაფერი შუაში არ იყო ისრაელი ამ კონტექსტში. მაგრამ დაბომბა იმიტომ, რომ ისლამურ სამყაროში ეს ანტიებრაული განწყობები გამოიყენებინა მას. დღესაც თითქმის წარმოუდგენელია აშშ-მ განახორციელოს გარკვეული დარტყმები ირანის წინააღმდეგ და ირანმა სულ რომ ისრაელი არ ჩაერიოს, მაინც არ შეეცადოს გარკვეულწილად ებრაული კვალის პოვნა ან ისრაელზე იერიშების მიტანა. მაგრამ ახლა ამ მიმდინარე პროცესებში ცოტა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება და ძალიან რთულია იმის დასტური, რომელია მართალი, მაგრამ ერთ-ერთი ინფორმაციით თავად ისრაელი იყო ის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც აფრთხილებდა აშშ-ს, რომ არ ეჩქარა ირანზე დარტყმები, რადგანაც ამ შემთხვევაში ისრაელი არ იყო თითქოს მზად ამ ყველაფრისათვის, ხო? აქაც არის ერთი პატარა დეტალი, რომ ერთი არის რა შეიძლება იყოს ისრაელის ნაციონალური ინტერესები და მეორე არის რა შეიძლება იყოს ნეთანიაჰუს ინტერესები, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება ისინი ერთმანეთს არ დაემთხვას. რადგანაც ნეთანიაჰუს მხრიდან ახლა გარკვეულწილად ახალი ომის წამოწყება მისი პოლიტიკური კაპიტალისათვის შეიძლება სარგებლიანი არ იყოს, თუმცა ისრაელის შიგნით არსებობს ძალიან სერიოზული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის ისლამური, ესე ვთქვათ, ხელისუფლება მისთვის ბევრად საშიში იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც შეგახსენებთ, რომ ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, პროებრაული განწყობებით გამოირჩეოდა თავის დროზე შაჰის ხელისუფლება. განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე, ბოლო პერიოდში, ცოტა 70-იან წლების ბოლოს, ცოტა უფრო მეტად გაფუჭდა შედარებით ურთიერთობა მათ შორის. და კიდევ ერთი ამ მიმართულებით ვისი იმედი შეიძლება კონდეს გარედან უკვე ირანს. ჩვენ ნახეთ, რომ რუსეთმა გარკვეულ ქვეყნებში ვერ შეუშალა ცვლილებებს ხელი გამომდინარე მისი პრობლემებიდან უკრაინაში, მაგრამ არ არის მხოლოდ რუსეთი. აქაც ვლადიმერ პუტინმა ასე სიტყვიერად გამოუცხადა მხარდაჭერა, რასაც ეუბნებოდა ვთქვათ ვენესუელაშიც, ვენესუელის დიქტატორს და სხვაგანაც ამ რიტორიკას იყენებდა. მაგრამ ახლა როგორი რეალობა არის თავისი იმედად რეალურად დარჩენილი ირანის რეჟიმი თუ მას რაღაც გარე დახმარების იმედი მაინც შეიძლება კონდეს? პირველ რიგში შეუძლია მას კონდეს იმ ტერორისტული ორგანიზაციების იმედი, რომელსაც ის დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებს. პირველ რიგში საუბარი მაქვს ჰეზბოლაზე ლიბანში, შეიძლება იყოს ჰამასი, რომელიც ახლა ძალიან დასუსტებულია, ჰუშიტები, რომლებიც იემენში არიან და ასევე დასუსტებულები არიან, მაგრამ ერაყში შეიძლება ეს იყოს სახალხო მობილიზების რაზმები. ამასთან შეიძლება იყოს დამოკიდებული და რა თქმა უნდა, მას შეიძლება კონდეს ჩინეთის იმედი. თუმცა ჩინეთის მხრიდან დახმარება მხოლოდ ლიმიტირებული შეიძლება აღმოჩნდეს და პირიქით, აი კონტექსტი რომ ავიღოთ, ესეც საინტერესოა, რომ უფრო ჩინეთი მოიხმარს ირანის რესურსებს თავის სასარგებლოდ, ვიდრე ირანი ჩინურს. იმიტომ რომ ავიღოთ ჩვენ ნავთობი, ხო, ნავთობის რესურსების უმეტესობა, ესე ვთქვათ, ირანული ნავთობის ხდება სწორედაც ჩინეთში. ჰორმუზის სრუტე, რომელიც სპარსეთის ჩამკეტი არის, ხო? ჰორმუზის სრუტიდან გადინებული ნავთობის, მსოფლიო ნავთობის 20%-ზე მაქვს საუბარი, 20%-ზე ძალიან დიდი რიცხვია. ხდება სწორედაც ჩინეთში. ამიტომაც პირველ რიგში თუ კი ამაშში რაიმე ამ რეჟიმის ცვლილებაზე გადავა ან რაიმე დარტყმას მიაყენებს, თუკი ვინმე დაზარალდება, რა თქმა უნდა ესეთი სქემების არც თუ ისე რთული სქემების მიხედვით ეს სანქცირებული ნავთობი მაინც ხდება ჩინეთში და დიდი რაოდენობით, როგორც თქვენ აღნიშნეთ და ჩემი ბოლო შეკითხვა ეხება ისევ შიგნით არსებულ ვითარებას მოსახლეობასთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შეკითხვა. თქვენ არაერთხელ ახსენეთ ისლამური რევოლუცია და იქ სრულიად განსხვავებული ჯგუფების ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს მაშინ. სრულიად თითქოს და არაფერი ჰქონდათ კავშირი ერთმანეთთან, დაპირისპირებულებიც იყვნენ, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ შაჰის დამხობა თითოეულ ამ ჯგუფს აწყობდა, თითოეულ ამ სეგმენტს. აი ახლა რა სტრუქტურა აქვს დღევანდელ პროცესს, დღევანდელ, ასე ვთქვათ, პროტესტს ირანში? ძალიან კარგი კითხვა და მსმენელს შევახსენებ, რომ მაშინ ისლამური რევოლუცია მოხდა რეალურად მემარცხენეებისა და ლიბერალების დახმარებით. ამდენ პარადოქსულად აღნიშნდეს, ისლამისტები, მემარცხენეები და ლიბერალები ერთად ამხობდნენ შაჰს. ეს ცოტა უცნაური პარადოქსული მოვლენა იყო და შემდგომ შაჰის დამხობის შედეგად 8 წელიწადი ლიბერალები და მემარცხენეები ჩამოახჩეს, დახვრიტეს
და გააუპატიურეს. ეს ძალიან ცნობილი ამბავია, რომ მიზანმიმართვა დაუპატიურებდნენ ისინი ასობით და ათასობით ხალხს, რათა დემორალიზება მოეხდინათ შემდგომ მოსახლეობას. დღეს ეს რეალობა აღარ არის. რეალურად მოასუფთავა სრულად ახლა აიათოლას რეჟიმმა ოპონენტები და რეალურად ქვეყანაში ესეთი ოპონირება, ესეთი პოლიტიკური ოპონირება აღარ არის. უშუალოდ ისლამური, ესე ვთქვათ, ისლამური ხელისუფლების შიგნით გარკვეული რეფორმისტები არსებობენ, მაგრამ ის რეფორმისტები მაინც გულისხმობენ აიათოლების ხელისუფლების შენარჩუნებას ქალაქი ყომიდან მმართველობას, აბსოლუტურად. მაგრამ რაც შეეხება უბრალოდ მოსახლეობას, უბრალოდ მოსახლეობამ საკმაოდ კარგად იცის რა ხდება ქვეყნის გარეთ, პირველ რიგში დიასპორის დახმარებით. ეს დიასპორა ძალიან სერიოზული მოვლენაა და ვიმეორებ ურთიერთობა ირანის შიგნით მათ ძალიან აქტიური აქვს. და მეორე, უბრალოდ მოსახლეობა, რომელიც სოფლებში ცხოვრობდა, ეს მოსახლეობა მარტივად სარგებლობდა ელემენტარული ეკონომიკური სუბსიდიებითა და წყლით. ეხლა წყალზე ხშირად არ საუბრობენ ხოლმე, თითქოს ეს წყალი მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ფუნდამენტურია. ირანში ბოლო წლებია წყლის კატასტროფული დეფიციტია და უბრალო მოსახლეობა, რომელზეც მით უმეტეს სასოფლო მოსახლეობა, რომელზე დაყრდნობილიც იყო ირანის ისლამური რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება, წყლის გარეშეა დარჩენილი. წყლის სერიოზული დეფიციტის ფონზე მოსახლეობა ესე აღარ თანაუგრძნობს ისლამურ ხელისუფლებას. ის ამბობს, რომ შენ თუ მთელს ამ ფულს ტერორიზმში ხარჯავ და იაფი რაკეტების წარმოებაში ხარჯავს. სხვათა შორის ირანი ამით გამოირჩევა ძალიან იაფად აწარმოებს რაკეტებს და ძალიან იაფად აწარმოებს დრონებს. სხვათა შორის აი მისი დრონები არის, რომლებიც უკრაინას ბომბავდა წლების განმავლობაში და ახლა ალებუგაში, ეს არის რუსეთის ტათარსტანის ქალაქში, იქ აქვს აკეთებული ეს უზარმაზარი შაჰედების ქარხანა, ხო, ირანული შაჰედების ქარხანა რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ მოსახლეობას ეკითხავს გაჩვენილი, რომ შენ თუ მე ჩემთვის წყლის მოწოდების საშუალება არ აქვს და ეკონომიკური გამართვის საშუალება არ აქვს და ნაცვლად ამისა წყლებს მესვლიმე და წყალს ვერ მასვლიმე და ტერორისტებს აფინანსებ, უკვე სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება. ამიტომაც იყო, რომ აი ხელისუფლების მხრიდან დაკეთდა მოწოდებები მოსყიდვის შესახებ. ამბობდა, რომ აი $7 მოგცემთ, $10 მოგცემთ თვეში დამატებით ოღონ დემონსტრაციებზე არ გამოხვიდეთ. ამან შეიძლება იმუშაოს მოკლევადაში, მაგრამ თუ კი ჩვენ შევხედავთ დინამიკას, აი ცნობილი ამბავია ქართულში გამოთქვათ ხოლმე შირაზის ვარდი, ხო? ირანის შირაზის პროვინციებში წყალის ეს დეფიციტური აღარ მოდის, ეს ბაღვენახები და ესენი დახმა. ამიტომაც მოსახლეობა სერიოზული პრობლემები აქვს და დღეს რომ ეს გაჯანყება ჩაახშონ, ეს რეჟიმი ძალიან მყიფეა, მით უმეტეს რომ აიათოლა ხამენეი ახლა უკვე 90-ზე მეტი წლის არის და შესაბამისად 90 წლამდეა, შესაბამისად ძალიან გაუჭირდება მის შემდგომ არსებულ მდგომარეობაში თუ კი ეს რეჟიმი ეს გადარჩა ამ ყველაფრის გაგრძელებას.